გადაცემის ტრადიციის თანახმად ჩემს ნიღაბს როგორც ყოველთვის თქვენთვის მოვიხსნი. მოგესალმებით. ჩემი დღევანდელი რესპონდენტი ძლიერი ადამიანია. სამწუხაროდ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, თუმცა საოცარი დიაპაზონის მქონეა. რომანსების დედოფალი, სწორედ ასე იცნობენ მას, მამაკაცების რისხვა, არაჩვეულებრივი კომპოზიტორი, არანორმალური ნიჭით დაჯილდოვებული. დღეს 18+-ის მენიუს ჩემთან ერთად მომღერალი ეკა კვალიაშვილი გაიცნობა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მეც ტრადიციას რომ მიმართა და მოვიხსნა ნიღაბი ხოლმე. კეთილი, ნიღაბი მხოლოდ ჩვენი მაყურებელთვის უნდა მოვიხსნათ. რომელსაც ყველა ვატარებთ, ხო ასეა? კი. როგორ ძანდებით? მეტნაკლებად. კარგად. როგორ ცხოვრობს დღეს ეკა კვალიაშვილი? მონატრებულია პუბლიკა. საინტერესო ცხოვრობს დღეს ეკა კვალიაშვილი. კი, პუბლიკა მონატრებულია, მეც მენატრება პუბლიკა მინდა გითხრა, მაგრამ მაინც საინტერესო ცხოვრობს, იმიტომ რომ მე არ ვღალატობ ჩემ შემოქმედებას. როგორც ყოველთვის როგორც ყოველთვის არ ვღალატობ ჩემს ოჯახს, არ ვღალატობ ჩემს შვილს და ასე შემდეგ. მე ჩემს მიმს ვთხოვ რომ მოგვიტანოს 18+-ის მენიუ, თუ შეიძლება გავეცნოთ. კი ბატონო. იმისათვის რომ უფრო განთავისუფლდეთ და თავი იგრძნო თავისუფლად, თქვა, უნიღბოთ ყველაფერი, ამისთვის აქ ჭირდება. უბრალოდ უნდა გაეცნოთ 18+-ის მენიუს. იცით, ჩაი თუ შეიძლება, ჩაი მომიტანო. მე ვიცი ჩვენი მენიუ და ღვინოს მივიქნებ. მადლობა. ეკა, რა საქმიანობ, გარდა იმისა, რომ ახალ პროექტებზე თუ მუშაობ, გარდა იმისა, რომ მომღერალი ხარ, სხვა საქმით თუ ხარ დაკავებული დღეს? ყველაზე მთავარი საქმე მაქვს, ვარ დედა. და ყველაზე მთავარი საქმე არის დედობა. და თან მოსალოცად მაქვს საქმე, ქალიშვილი გამithხოვდა. ისე რომ ეხლა მე ორმაგი დედა ვარ ფაქტობრივად. რამდენი წლის არის თქვენი ქალიშვილი? 19 წლის არის და ვიცი, აი, ხო გითხარით, საინტერესო საქმიანობა მაქვს. შემოქმედებასთან ერთად. ჩემს სიძეს მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ, 5 წელია უკვე, რაც უყვართ ერთმანეთს, ისე რომ ამას მე ველოდებოდი და ძალიან კარგად და ძალიან ლამაზად მივიღე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. ეკა, ყვითელ პრესასთან როგორ ხარ? რა ვიცი, ყვითელი პრესა როგორ არის ჩემთან? აი, შენ როდესაც კითხულობ შენზე ვთქვა და ასე ვთქვა. იცი, მიჩვეული ვარ, უბრალოდ, იმიტომ რომ აი ხანდახან ისეთები წამიკითხავს, რომ ტერს. გითხოვს, რომ აი ეს მე არ მithქვამს. არ ასეთი რამ არ ყოფილა. რამდენი ჟურნალისტად ძალიან ბევრჯერ. და ადრე განსაკუთრებით იყო ესეთი რაღაცები. მახსოვს ერთ-ერთ ჟურნალში, ნამდვილად არ არის რეკლამის ღირსი, ახლა რო გავუკეთო და თქვა რა ჟურნალი იყო, დამიწერეს ესეთი რაღაც, წლების უკან ვიძახი. ინტერვიუში, კითხვა იყო ესეთი დასმული, რომ აი მომღერლებს დაუშვათ რა შემოსავალი აქვს და როგორ ცხოვრობენ. მე ავხსენე, რომ მომღერლებს აქვთ ჰონორარი, თუ კონცერტებია და თუ არ არის კონცერტები, მე ვთხარ შესაბამისად, თუ სხვაგან არ მუშაობ, არ გაქვს მაშინ ჰონორარი და რატომღაც სათაურად ძალიან აზრიანი ჟურნალისტი და რედაქტორი იყო ამ ჟურნალის და დაწერა ესეთი რაღაც. მომღერალი ეკა კვალიაშვილს შიმშილით სიკვდილი ემუქრებაო. ძალიან გავფსიხდი, რასაც ვქია, იმიტომ რომ აი შეიძლება რაღაცა მოიგონო დაწერო, მაგრამ ეს ძალიან ცუდი რაღაცაა, იცი? აი მოდი ხო ერთად გადავამოწმოთ ჩვენ, რამდენად არის სიმართლე, რამდენად გითქვამს ესა თუ ის ყვითელ პრესაში, რადგან ყველა კითხვა ჩვენი შედგება თითქოს შენი ნათქვამიდან გამომდინარე. მაშინ ასე 18+-ში ხოთ კითხვებს, იმი საინტერესოა, ნამდვილად. მე საინტერესოა ძალიან. დიდი მადლობა. ოჰო, ეს ხანუმაში იყო, ხო, მუთაკები, ბალიშები ჩამოყევ. ხო, რაღაც ერთგვარი შემოტანის წესი გვაქვს ჩვენ ამ კითხვების. დიდი ხანია სცენაზე არ ჩანს. მიზეზი კი როგორც თავად გითხრა, ეგრეთ წოდებული ტუსო ვოჩნის სასწავია.
რომელიც სასურველი სახეების სიას ადგენს. მომავალს უცხოეთში ხედავს, იქ სადაც ნიჭს აფასებენ. არ უყვარს წარსულზე ფიქრი, მაგრამ უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, დაშვებულ შეცდომებს აუცილებლად გამოასწორებდა, განსაკუთრებით ერთს. ერთ-ერთ სტატიაში ეწერა ეს ყველაფერი. რა შეცდომაა ის, რასაც ეკა კვალიაშვილი გამოასწორებდა ცხოვრებაში? ის ერთი. იცი ყველაზე მთავარი შეცდომა მე ჩემი გამოცდილებით, რასაც მივხვდი ცხოვრებაში, იცი, ყოველთვის ვიყავი ძალიან მომთმენი, ძალიან ამტანი, ასე ვთქვათ. და ყოველთვის ცდილობდი, რომ აი ეს რაღაცეები გამეტარებინა, არ შემემჩნია, რაღაცას თვლიდი, რომ დავუშვათ ეს იყო როგორ არის ქართულად ниже моего достоинства, როგორ არის შენ თავზე, ანუ შენი ღირსების ჩემს ღირსებაზე დაბლა იდგა ის რაღაცეები, რომ თავშოთ მე თუ ცუც მიკეთებდნენ, მე იგივეს ვერ გავაკეთებდი, მე თუ ცუც მისურვებდნენ, მე უბრალოდ არც ცუც ვისურვებდი, არც და აქედან გამომდინარე გეტყვი, ახლა რატომ გავაკეთე ამ ხოლმე შესავალი. მივხვდი, რომ შენ თუ ხმამაღლა არ დააფიქსირე ის, რასაც ფიქრობ. შენ თუ ხმამაღლა არ თქვი, შენს ხმას ვერავინ ვერ გაიგებს. და მე თავიდანვე ხმამაღლა ვიტყოდი ამას ყველაფერს. იცი რატომ მე ალბათ შენს ყურამდეც მოვიდოდა, არ შეიძლება რომ ესე არ მომხდარიყო, რომ მოხდა ესეთი, როდესაც ეს ჩვენი შოუ ბიზნესი ვითომ ფეხზე წამოდგა. ეს ვიყავდი, ხო, რაღაცა წამოდგა რა. ფაქტიურად ვითომ იყო, იმიტომ რომ რაღაცა მირაჟივით გაქრა მე როგორ ყველაფერი ძალიან მალე და იყო უცბად ესეთი ტენდენცია, მე ადრე ძალიან 17 წლიდან მღერი ვარ, მოდივარ, სულ ტელევიზიაში ვიყავი, სულ გადაღება იყო, სულ კონცერტი იყო, მე არასოდეს არ ვაკლებოდი არაფერს და უცბად რაღაცა ახალი სახეები გამოჩნდნენ, უცბად მოხდა იქ გადათამაშება რაღაცეების და უცბად ეკა აღარ არის. და ის კონკრეტული ერთი შემთხვევა რა იყო, რაზეც საუბრობ შენ? აი რომელსაც შენ ასეთი სიტყვები გითქვამს, აუცილებლად გამოვასწორებდი, განსაკუთრებით ერთს. რა არის ის ერთი შეცდომა? როგორ თვლი შენ ცხოვრებაში, რასაც აუცილებლად გამოვასწორებდი? არ ვიცი მაშინ რა ვიგულისხმე. ტუსოვკებზე შესვლად შემიძლია და იქაური ქუდის დახურვაც. მაგრამ არ მინდა, სიმართლე რომ გითხრათ, არასოდეს ყოფილვარ ტუსოვიჩნი გოგო. და შენი სიტყვებია, ასე უხარი ჟურნალის წერტილში. აქაური ტუსოვიჩნი არა, ნამდვილად. ხომ არ ფიქრობ, რომ აი აქ, როდესაც რაღაც ღონისძიებები ეწყობა, აი ამ ყველაფერს აკლდები შენ და რატომ აკლდები? კარგი, და სადაური ხარ მაშინ, სადაური ტუსოვიჩნი ხარ. აი საგირჩევნია. მე ვარ თბილისელი, ქალაქელი ტუსოვიჩნი, ასე ვთქვათ და მეც რაღაც ალა ევროპელი და რაღაცა მიმბაძველობითი მომენტები არც სიმღერაში მიყვარს, არც ცხოვრებაში მიყვარს. საერთოდ მიყვარს თვითმყოფადი როცა ადამიანი, იცი? ეხლა რაღაც ეს ჯეკო არაბის ბიძაშვილის ფორმაც მაცვია და ვიხდენ. ყველაფერი შემიძლია მოვიხდინო. აქედან გამომდინარე. ყველაფერი შემიძლია მოვიხდინო. მაგრამ რაღაც ეცი მე მახსოვს თბილისი მე მახსოვს როგორი იყო ეს ურთიერთობები, როგორ ვიკრიბებოდით ერთად, როგორ დროს ვატარებთ. ჩვენ ეხლაც ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვინც შემოვრჩით ამ სიტუაციას და ვისაც გვახსოვს ეს ყველაფერი. უბრალოდ და ტუსოვკაც ხო ამას ნიშნავს, მეგობრების წრეში შეკრება. არა, მე სხვა ტუსოვკაზე მაქვს ლაპარაკი. აბა რომელი? აი ეს რაც ჩანს დავუშვათ. ის რაც ერთი და იგივე სახეებზე მე მომისმენია ხალხს უთქვამს რომ ამოვიდა ყელშიო და მე არ უყურებ, არ ვიცი, ჩემ ყელში არ ამოვიდა, იმიტომ რომ მე უბრალოდ არ უყურებ ამ ყველაფერს, მე ძალიან ბევრი სხვა საქმე მაქვს და აქედან გამომდინარე ვერ დავკარგავ დროს იმის ყურებაზე, დავუშვათ რაღაცა. ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვი, როდესაც თავიდანვე ხმამაღლა არ დავიწყე ლაპარაკი. აი მე ეს თქვი უკვე. ესე იგი, როდის და რაზე? რაზე შეიძლება და ფიქრობ რომ ხმამაღლა საუბარია ყველაფერზე, იცი? აი, წეგან მე კარგად აღწერე ეს ყველაფერი, შესავალი რომ გავაკეთე მაშინ და როდესაც იყო ამაზე საუბარი რომ მე აი, როდესაც თუნდაც ილაპარაკეს ის მომენტი ჩემთან, ჩემზე როცა ააგორეს ესეთი ჭორი რომ მე
რაღაცა საშიში გოგო ვარ ძალიან და რაღაც. ისე მკაცრი განცხადებები ყოველთვის გქონდა, თქო, შეფასებები. აი, იყო ერთ-ერთ ინტერვიუში ლელა წურწუმიაზეც თქვი, რომ ცხვირში მღერისო და ვიცი რომ მას ძალიან ეწყინა. ასევე რაღაცა თქვა. რატო ეწყინა ტყუილი თქვი? სულაც არ უნდა ეწყინოს. მე მაგალითად თუ მეტყვის ვინმე რომ რაღაცაში შეცდომას უშვებ, მე იმას თუ პროფესიონალი მეტყვის, ჩემზე მაგარი თუ მეტყვის, მე იმას მივიღებ აუცილებლად და ხა ჩემზე ლელამ უნდა მიიღოს ჩემგან აუცილებლად და ხა მე მაგალითად ვიღაცაებისგან ვერ მივიღებ ამას, მაგრამ თუ მეტყვის დაუშვათ ვინ გითხრათ ახლა აი თუ მეტყო და დაუშვათ ცხონებული უიტნი ჰიუსტონი რაღაცას ხო მივიღებდი აუცილებლად მაგას და დღეს ვისგან მიიღებ საქართველოში შენიშვნას არსებობს ასეთი ხელოვანი ადამიანი ვისგანაც ეკა მიიღებს შენიშვნას არსებობენ ოღონდ ნუ არსებობენ პროფესიონალურ მუსიკალურ სფეროში და არა დღევანდელ ესტრადაზე არსებობენ ესეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმის ბგერის სიღრმე, ძალიან კარგად ესმის რას ნიშნავს ხელოვნება, შემოქმედება, სიმღერა და ნებისმიერი მიმდინარეობა. ასეთი ადამიანებისგან მე როცა დარწმუნებული ვარ, ის არის აი თავის სფეროში ინტელექტით გაჟღენთილი ადამიანი და მას ძალიან კარგად შინაგანი შეგრძნება აქვს ამ ყველაფერს, მე აუცილებლად მივიღებ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის საინტერესოა და ეს ჩემი გაზრდისთვის და განვითარებისთვის არის საინტერესო. დღეს რო შემოგთავაზონ კონცერტზე სიმღერა იმღერებ? გაჩნია კონცერტს. აი ფილარმონიაში საესტრადო მომღერლები, ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე იღებდეს მონაწილეობას ლელა წურწუმია და შემოგთავაზეს შენ. კი ბატონო, ლელა წურწუმიაზე გართულება კი არა, მაგ მეგაც ვიღებდეს და უნდა მიიღოს მონაწილეობა, რატომაც არა. ხო, მაგრამ არა პროფესიონალებთან ერთად მიიღებ მონაწილეობას, შენ ხომ ასე თვლი რომ თქვათ არიან პროფესიონალები, არიან არაპროფესიონალები. ლელა პროფესიონალი მსახიობია მე როგორც ვიცი და საერთოდ რატო ვლაპარაკობთ ამ ლელაზე ვერ გავიგე მაშინ ლელა მოგვეწვიოთ გადაცემაში და ელაპარაკოთ ვითომ აინც შენობა მჭირდა ახლა როგორ ახარ მარტო ჩემთან დარდია და ზედა ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა რაც საქართველოში ხდება სხვაგან მსგავს ვერაფერს ნახავთ მართალია ტელევიზიაში მომღერლების ჩამონათვალია ვისაც იწვევენ ვიცი მომღერლები რომლებიც ხალხს უყვარს მაგრამ ვიღაცის ბრძანების საფუძველზე ისინი არ ჩანს მართალია ვისი ბრძანების საფუძველზე აი ვიღაცის იმიტომ წერია რომ არ ვიცი არ იცი ვიღაცის ვინ არის ვიღაცის რომ ვიცოდე კონკრეტულად ვისი ბრძანებით ხდება ეს სისულელეები ნამდვილად ვიტყოდი კი არა პირადად შევხვდებოდი მე ჟურნალისტ ფურცლებიდან მოვითხოვე კიდეც და ვთხოვე კიდეც კულტურის მინისტრს რომ თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი შევხვდეთ ერთმანეთს მეთქი და დავილაპარაკოთ თქო მაგრამ მე არავინ არ გამომეხმაუროთ ეტყობა ჩემი აზრი არ არის საინტერესო არ ვიცი მე არ მინდა რომ ჩემი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა აი ესე დარჩეს იმიტომ რომ თუ რაღაცას ვიტყვი, თუ რაღაცას მეტყველებ, აუცილებლად აზრიც არის ჩადებული. და როგორია შენი აზრი დღეს? ჩემი აზრი ასეთია, რომ გაჩერებულია ძალიან ბევრი მომღერალი. მოდი მე ჩემს თავზე ვისაუბრებ, ყველაფერს ჯობია რომ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვთქვა, ხო? აი ხა მე მაგალითად ხშირად მომისმენია რომ თქვენ რაღაცა თქვენი შეხედულებები, რაღაცა ოპოზიცია, რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე, რომელიც აი აბსოლუტურად ჩემთვის არის მიუღებელი, ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი, იმიტომ რომ რა ოპოზიცია არის, პოზიცია, რა ეს არის საქართველო, ეს არის ქართველები ვართ, კაცო, ეს ხალხი ერთი მუჭა ვართ, რას ქვია ოპოზიცია და პოზიცია? ჩემთვის პოლიტიკა არ არსებობს, არ მაინტერესებს. მოდით პირდაპირ განვაცხადოთ, არ ვიცი, კამერა ალბათ პირდაპირ უნდა ვიყუროთ, აქ არ ვიცი, ყველგან პოლიტიკა არ მაინტერესებს და ხომ აქვს უფლება რომ პოლიტიკა არ მაინტერესებდეს? მაქვს ამის უფლება? მე გამიგია ესეთი კონცერტზე ხო იმღერე შენ ალბათ ამას ხო ძალიან დიდი რეზონანსი მოყვა დაძაბული სიტუაცია იყო საქართველოში საკმაოდ პოლიტიკურ ნიადაგზე პოლიტიკურ ნიადაგზე საქართველოში მე როგორც ხედავ სულ დაძაბული სიტუაცია სულ დაძაბული მითხარი პერიოდი როცა არ იყო დაძაბული სიტუაცია და არ არის დაძაბული სიტუაცია პოლიტიკურად საქართველოში დამისახელ ან აი ტელემაყურებელს კითხოთ დაასახელოს
ყოველთვის შინაგანად სულ დაძაბული სიტუაცია. შენი პოზიცია ხო გააქვს არა? იცი რა არის მე ჩემი პოზიცია რომ მაქვს, მე ჩემი პოზიცია კი არ მაქვს, მე ჩემი შეხედულებები მაქვს, მაგრამ რაშიც არა ვარ პროფესიონალი, მე იმას მამაღლა არ ვილაპარაკებ. პოლიტიკაში მე არ ვარ პროფესიონალი, აქედან გამომდინარე მე პოლიტიკაზე არ შემიძლია ვიმსჯელო და ვისაუბრო. უბრალოდ მე შეიძლება ჩემთვის რაღაცა ჩემი აზრი მქონდეს. მე მგონი მაქვს ამის უფლება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ ამას და ვიძახი, რომ არც ერთი მთავრობის პერიოდში მე არ მითამაშია მერლინ მონროს როლი და happy birthday to you პრეზიდენტისთვის არ მიმღერია. არ მიმღერია. არ შემიძლია, მე დიფირ ამბებს ვერ უმღერებ, ხვდებით? ვერავით არ შემთხვევაში ვერავის. და რატო? მე არ შემიძლია კერპთაყვანისმცემლობა, მე კერპს ვერ შევქმნი ადამიანისგან, იმიტომ რომ ის ჩემთვის არის ჩვეულებრივი ადამიანი, მოკვდავი ადამიანი. ჩემთვის არის ერთადერთი ღმერთი, რომელსაც უგალობებ ყოველთვის და რომლის წინაშეც მუხლებზე დავემხობი და ეხლა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რო გთხოვენ პრეზიდენტისთვის თქვა კონცერტზე მისვლა, ასევე ხო შეგიკვეთეს გიორგაძის აი ცდები. აი ვინ შეგიკვეთა? არავინ არ შემიკვეთა, ეს იყო თბილისობა. თბილისობა კი არა, რაღაც აღარ მახსოვს, მე მგონი თავის იყო დამოუკიდებლობის დღე, მე მგონი მაისის თვე იყო, თუ არ ვცდები 26 მაისი იყო. როდის არის კოსტავას, მერაბ კოსტავას დაბადების დღე, მე მგონი 26 მაისი იყო, თუ არ ვცდები რა. და მიდიოდა ეს კონცერტები. და ცენტრალურ კონცერტზე ჩემთვის არავის არ დაურეკავს, რომ ცენტრალურ კონცერტზე ეკა გამოდი და მირეკავს ერთ-ერთი კონცერტის ორგანიზატორი, რეჟისორი, ვიღაც არის აღარ მახსოვს სახელი და გვარი ნამდვილად და მითხრა რომ იცით გალბატონო ეკა დღის პირველ ნახევარში ტარდება სპორტის სასახლესთან კონცერტი. ეს კონცერტები იყო დაგეგმილი მთელი დღის განმავლობაში. მე მივედი ჩვეულებრივად, მე მქონდა 3 სიმღერა, უნდა მემღერა, ჰონორარზე შევუთანხმდი ჩვეულებრივად. დარგი გითხავს, ვინ აწყობს, რას აწყობს? რატო უნდა ვკითხოთ, რა ქვია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ხდება კონცერტი და ვინ აწყობს და რას აწყობს? ვავს, აღარ ეკითხები უკვე რეჟისორს, ხვდები? ანუ მიზეზი იცი, რისთვის ეწყობა კონცერტი. მივდივარ და ჩვეულებრივად რაღაცა, ნუ უკან არის ფონი, ხო, გაკეთებული რაღაცა ჭრელი ნაჭრები კიდე არც შემიხედია, იმიტომ რომ მე ძალიან უყურადღება ვარ ეგეთ რაღაცებში. მე ვიცი რომ კონკრეტულად მივდივარ, ჩემი საქმე უნდა ხალხი დგას. იქ არანაირი მოწოდებები არ არის, არანაირი პოლიტიკური შეკრება არ არის, არანაირი მიტინგი არ არის. ჩვეულებრივად პატარა ბავშვები ცეკვავენ რაღაცა დინპიტაური, გამპიტაური რაღაცა ასა და გამოვედი, მე დავამთავრე კონცერტს 3 სიმღერა ვიმღერა. უცბად ჩემთან მორბის, ესე იგი, ყველა ტელევიზია მიკროფონებით და მეთქი ეთყობა რაღაცა ჩემ თავზე მეგონა, მეთქი ასუც ჩემზე გადაირვნენ ასე უცბად მეთქი. ხოდა უცბად მოვარდნენ და ყველა რაღაცას მეკითხება და ვერ გავიგებთ რომ ყველა ერთად თუ შეიძლება მეთქი ერთი წუთი მოდი რომ ყველა ერთად დადექი და მკითხეთ რაღაცას მე რა ხდება მეთქი და თქვენ იცით ახლა ვის კონცერტზე ვის ორგანიზებულ კონცერტზე ხართ მოსულნი და გავიხედე და დღეს მე ვიცი რომ არის დამოუკიდებლობის დღე მეთქი და ესო იგორ გიორგაძის ფონდის დაფინანსებული კონცერტია და ჩემთვის მნიშვნელობა აქვს მაგას მეთქი. მე როგორც პროფესიონალმა შემიძლია ნებისმიერი მომღერალი შევაფასო. კი. ამის უფლება მაქვს. ვარ ვოკალისტი, კომპოზიტორი და გენეტიკურადაც მუსიკოსი. შემიძლია უცხოეთის უმაღლესი ხელოვნების ნებისმიერ აკადემიაში სტუდენტებს მასტერ-კლასი ჩავუტარო. ჩამიტარებია. ხონია თუ არა შემოთავაზება ჯერ საქართველოში რომ მასტერ-კლასები ჩაგეტარებინა? ასე ვთქვათ ახალგაზრდა მომღერლებისთვის და თუ კი გააქვს უცხოეთში თქვათ შემოთავაზება დღეს და სად ჩაგიტარებია რომელ ქვეყანაში უცხოეთში ეს მასტერ-კლასები? იცი რა არის უცხოეთში ჩვენთან როგორ არ აქვს შემოთავაზებებზე ჩამიტარებია კიდეც და მე სტუდენტებიც ყოლია და მოწაფეებიც ყოლია და საზღვარგარეთ კიდევ ყოფილვარ საყვარელო ჩემო საყვარელო. მოდი ახლა დავიწყოთ ესეთი რაღაც ასეთი საუბარი. მე რომ მოსკოვში წავედი და მთელი ამბავი რო ატყე დედა მოსკოვში წავიდა ეკა კვალიაშვილი და
მოციქულაზე რო არ იყვნენ და რაღაცა და რაღაც მაინც და მაინც ჩემზე რაღაც ძალიან მინდოდა იცის ბამბა წამომეღორო ესე გამეკეთებინა შეიძლება იჩხრიალოს ჩემი ბამბა ჩხრიალებს ხოლმე საერთოდ და არ ვიცი რატო იცი რა მოსკოვში ჩემი კოლეგები ბევრნი არიან მოსკოვში რომლებიც მიდიან მოდიან და ისინი არ არიან მოღალატეები ჩვეულებრივად მიდიან მოდიან და მე რომელიც ჩვეულებრივად წავედი და ჩამოდი მე რატო გამომაცხადეს ქვეყნის დამქცევად მე ვერ გავიგე. შემოთავაზება მოსკოვში თქვა სხვადასხვა კლუბებში. როგორ არ მქონდა მოსკოვში მქონდა პროექტებში მონაწილეობის მიღებები შემოთავაზება 6 თვე ვიყავი და იქ მყავდა მოწაფეები მე და ჩვეულებრივად მოდიოდნენ და ვამეცადინებდი და შემოთავაზებები მქონდა როგორ არ მქონდა და დამთავრდა ამოიწურა შემდეგ და არა რა ამოიწურა უბრალოდ მაშინ კრიზისი დაიწყო საშინელი და მე ძალიან მომენატრა რომ ჩამოსულიყავი აქაურობა ზაფხული დაიწყო და ჩამოდი ხა შვილი აქეთ ვყავდა და ჩამოვედი ნუ აღარ მინდოდა იქ ყოფნა და წამოვედი რა გამეკეთებინა ხა იქ ზაფხული მიგაჩნიათ ეკა ყვალიაშვილი რომ პროფესიონალი მომღერალია? ვფიქრობ პროფესიონალი იყო ადრე და ეხლა არ ვიცი, აღარ ვიცნობ მაგის შემოქმედებას. რავი, ჩემგოროვაში არ ჩდება. ეკა ყვალიაშვილის მსგავსი პროფესიონალი მომღერალი საქართველოში არ მეგონება. მოგწონთ ეკა ყვალიაშვილის როგორც მომღერალი? თქვენი აზრით, ცნობილმა ქალბატონმა როგორი სამოსი უნდა ატაროს ყოველდღიურად საზოგადოებამ გოიმად რომ არ ჩათვალოს? იცი რა ცნობილ ადამიანს თუ საზოგადოება გოიმად თulis უკვე აღარ არის და ცნობილი მე ვფიქრობ რომ საერთოდ არ უნდა გამოვიდეს გარეთ იმიტომ რომ რაღაც არც გააჩნია საზოგადოება თუ არ არის თვითონ გოიმი გააჩნია სად მიდის და როგორ თორე ხა ჩვენმა გარკვეულმა წილმა საზოგადოებამ მასამ შეიძლება ლედი გაგა ძალიან გოიმად ჩათვალოს მაგრამ ხა ლედი გაგა გოიმად თავის თავს არ თulis და არც მე არ პირადად ემონებიანი ადამიანია თქვენი აზრით? არა. მისი ხმა მომწონს და სიმღერა მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გემოვნებას ვეთანხმები. ვთვლი, რომ გემოვნებიანი ადამიანია. და სასიამოვნო მისი ყველა შესრულებული სიმღერა. რა გიჟიც იყო იგივე დარჩა და ბაღოთი. ჩემი სახლია დაუშვათ, სადაც ვიმყოფები და ნუ რა თქმა უნდა ის უნდა იყოს დასუფთავებულიც, ის უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა იყოს საჭმელი, უნდა იყოს სასმელი, უნდა იყოს მეგობრებისრე და რა თქმა უნდა მეგობრებისრე სადაც იქნება, იქ უნდა იყოს სისუფთავე და ასე ვთქვათ სასიამოვნო გარემო. შემოგთავაზებთ ჩემს რაღაცა ექსკლუზიურ სალატს. დავარდოთ 18 პლუსი. ანუ ეს სალატი, ესე იგი, შეგიძლიათ როგორც მიირთვათ მარხვაზე მყოფებმა, ისევე შეგიძლიათ მიირთვათ არამარხვაზე მყოფებმა. თუ გამოვაკლებთ ყველს, მაშინ შეგიძლიათ არამარხვადი ადამიანებისთვის იყოს და თუ დავამატებთ ყველს, მაშინ უბრალოდ ცოტათი ნოყიერი იქნება. მიყვარს ფილეების გაკეთება, სევზის ფილე, ქათმის ფილე, რაღაცა შევაძავებ სუნელებით, რაღაცეებით და ნუ ძალიან გემრიელი გამოდის. სადილის კეთების დროს მე სიმღერა არ მეყვარს. სადილის კეთების დროს ფიქრობ ხოლმე სრულიად სხვა რაღაც პროექტებზე, რაღაცეებზე და იმაზე რომ საჭმელი გემრიელი გამოდის. სიმღერა არ მახსენდება სადაც. სიმღერას თავისი ადგილები, მე სიმღერას პატივს ვცემ. ამ ჩემსავით ლამას თევზზე შეგიძლიათ გადმოიღოთ სალათი. მეც მაინტერესებს რა გავაკეთე ისე რა დაგიმალოთ და აი ყოჩახ ეკა მე მამა ყო ჩემი თავით მომწონს გააკეთეთ და თქვენს გულებს
ვალიაშვილს არ დაუტოვებია არც ერთი კაცი თბილისში, რომელთანაც არ დაუყარებია სექსუალური კავშირი. გადაცემის სპონსორია სილამაზის სალონების ქსელი მელანჟი. პროფესიონალთა გუნდის შემოქმედება თქვენთვის. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი 32, ტელეფონი 239 6301. მარინა ბერიძეს არ აქვს უფლება ამ სფეროში იყოს. სად იყო ეს მთავრობა, როცა ეს ადამიანი კონცერტის მონაწილეებს სიებიდან იღებდა? ნიჭს არ აღიარებს. ეგ არის ნიჭის მტერი. არის. ეს არის შენი სიტყვები. კი, მან ყველაფერი დამიწერია და რა ვილაპარაკო. არტი მეჩიც ხომ ერთად იყავით, მარინაც ხო იყო არტიმედის ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ. დღეს მარინა ბერიძესთან რა ურთიერთობა გაქვს? არანაირი. შენ წამოუშლი ხარ, როდესმე სიიდან? ძალიან ბევრი ჯერ. სად იყო არტიმედი მარინა ბერიძე სიებიდან რომ შლიდა მე? და რატომ? არ ვიცი. აი რა მიზეზია? არასდროს არ გქონია მასთან კარგი დამოკიდებულება. როგორ არა, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ შლიდა. და რატომ? მიზეზი რა არის? არ იცი მიზეზი რა. იცი რა იყო არტიმედის პერიოდში ჩემი პროდიუსერი ერთხელ მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ იცი რა უნდა პლასტიკური ქირურგიის პროფესორთან ვიღაცასთან წაგიყვანო, ეს დავალება მაქვს მარინა ბერიძისგანო. იცი ხმა არ ამოვიღე, მაშინ მე უნდა ხმა ბაღლა დამეწყო საუბარი რა. მაგას უნდა ანობ. ხმა არ ამოვიღე, მეთქი ერთი რა უნდათ და ჩავჯექი მანქანაში ჩემ პროდიუსერს და წავედით. მოვიარეთ მედი, რაღაც არ ვიცი, რაღაცები ქვია, შეიძლება მედი არც იყო რაღაც, აღარ მახსოვს, სადღაც ვიყავით. ხო და მელაპარაკებიან რაღაც რა გნებათ და მოთხარი მე არაფერი არ ვნებავს, ამას მოусმინეთ პროდიუსერს. მე არ ჩემი ეს მარინა ბერიძისგან ქონდა დავალება პროდიუსერს? ხო, იმას ქონდა დავალება და ბოლოს იცი დავიღალე უკვე იცი ერთი 9 პროფესორთან ვიყავი და რა თქმა უნდა ხა მე უარს ვეტყოდი ყველას. ის ოპერაციაზე მიდიოდი. არ ვიცი სახე არ ვიცი. გეტყვი ხა საბოლოო ჯამში როგორი ტექსტი მოვიდა ჩემამდე. ხო თავიდან ესე იგი 3 თვე მე უნდა გაჩერებული ყოფილიყავი საერთოდ არაფერი არ უნდა მეკეთებინა და თურმე უნდა პლასტიკური ოპერაცია გამეკეთებინა. და ეს შენთან შეუთანხმებლად პირდაპირ მიყავდი პლასტიკურ ოპერაციაზე შენს პროდიუსერს. კი, იმიტომ რომ პლასტიკური ოპერაციისთვის ხომ მე გამოიწერებოდა იქ თანხა და ალბათ ხარჯაღრიცხვის ამბავში კარგი სარფიანი მოგება იყო. ხო, ალბათ მე ესე დავასკვენი. ხო. და მოკლედ ბოლო ექიმთან რომ მივედით, იცით რა ეს მოდით რა ვიცით ეს გავაკეთოთ ეს თუ გნებავთ თუ ეს გავაკეთოთ და მოვწეცით მე არაფერი არ მნებავს მეთქი მე ვთხარ საბოლოოდ და საერთოდ მეთქი ამ ჩემ პროდიუსერს ვთხარ ვაშ რა გინათ მე საერთოდ რა გინათ მე ვთხარ რა უნდა მეთქი ამ ხალხს ჩემ გათქო და იცი რაო და ბოლოს თუ რაღაცა გამომიტყდა ის რომ ესე თქვა რომ რაღაც თმისღერიდან ფეხის ჭხილამდე სანამ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებს ეგ გოგო მაგის სცენაზე დადგომა არ შეიძლება მახინჯიაო და რის შეცვლას გეუბნებოდა სახის ცხვირის შეცვლას, თვალის ჭრილის, ტუჩის. თმისღერიდან ფეხის ჭხილამდეო, სანამ არ გაიკეთებს პლასტიკურ ოპერაციასო. და მზად იყო არტიმედი რომ ეს თანხა გადაეხედა თმისღერიდან. არ ვიცი. ეთყობა სახეზე იყო ლაპარაკი. რატომ არ გადადგიეს და ბიჭი? ყველა ხალი ამაზე ოცნებობს რომ რაღაცა შეცვალოს. მე არ ვოცნებობ. თუ კი და ეს ყველაფერი მე და ბარბარა სტრეზანდი არ ვოცნებობთ ესეთ რაღაცებს. ბარ ის რაც გამაჩინა ღმერთმა всё. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მხოლოდ ჩემს პირველ ქმარს, ჩემი შვილის მამას გავყვებოდი ცოლად. კი. ისიც იმიტომ რომ ნუკა მყოლოდა. ხელი შეგვიშალეს, ის კი ძალიან სუსტი აღმოჩნდა. მისი სისუსტე რომ დავინახე, ამიტომაც გავშორდი. რა იყო რეალური მიზეზი იმისა რომ თემურ გვალიას დაშორდი. გახსოვს ის სიმღერა, როდესაც პირველად ერთად ჩაწერეთ? თავიდან მეგობრობდი ხო თემურთან? სიმღერაზე მუშაობდით. თავიდან მეგობრობდით კი, მაგრამ თავიდან ვეტყობოდა კოჭებში. თემურის რა გულგრელი არ იყო, მაგრამ მეგობრობდით კი. და რაღაცა ღეროდით, იმიტომ რომ ხა მსახიობი ბიჭი და ძალიან იუმორით სავსე და ძალიან კარგი სამხანაგო არის თემური და გარშემო ყველას უყვარს და უყვარდა ხა მოდი წარსულ დროში ვილაპარაკებ, იმიტომ რომ თემური მე ძალიან დიდი ბევრი წლები არ მინახავს და ამიტომ იქიდან ვილაპარაკე იმ დროში. გახსოვს ის სიმღერა, შეგიძლია წაიღიღინო პირველად რომ მიმღერეთ ერთად.
მე მინდა შენზე უცნება და შორით გეთრბოდე რომ არასოდეს გამიქრეს ეს მონატრება ეს შენი სიმღერა იყო კი მიყვარხარ გემშვიდობები მიყვარხარ გემშვიდობები კვლავ მოვალ შენთან რაღაც დასამალი არაფერი მაქვს გავთხოვდი სამჯერ არ გამიმართლა და უკან წამოვედი ამ სამი ქორწინებიდან აი რომელს მიანიჭებდი უპირატესობას რომელი იყო სწორი ნაბიჯი აი ისე თქვა ყოველთვის ხო ხდება ისე რომ ყველა არ არის თქვა ტყუანი რაღაც მომენტში ხო შენც ხარ ტყუანი რა თქმა უნდა ხო შეცდომა თუ არც ერთი არ მოგერიდოს ხო და მაგის თქმა მინდოდა არც ერთი არ იყოს სწორი ნაბიჯი მინდა გითხრა არც ერთი არ იყოს სწორი ნაბიჯი ჩემგან საერთოდ მე ესე ვთვლი რომ მე იცი რა არის მეც ბავშვი ვიყავი რაღაცა უფრო სხვანაირად ფიქრობდი უფრო სხვანაირად ვაზროვნებდი ეხლა ხეთი გოგოშკებს ყველას უნდა რაღაცა გათხოვება ოჯახი რაღაცა კმარი სიყვარული და ასე შემდეგ. აი რა საბრალებ გემოვნება ღალატობს თუ რატომ? არც გემოვნება არ ღალატობს ახლა, ნამდვილად არ ღალატობს გემოვნება. არა და სიმპათიური ქმრები ყავდა ნამდვილად. საუკეთესო. აბა წლები რომ დავაბრუნო უკან ისე ჩემს პირველ მეუღლეს ხალხობ. მე ახლა იმიტომ რომ უკან მყავს. და იმიტომ რომ ნამდვილად მიყვარდა ახლა თემური და იმასაც ძალიან უყვარდი და იყო ჩვენ შორის ეს რაღაცა ძალიან ლამაზი განზომილება და პერიოდი რომელიც დარჩა რაღაც სხვა განზომილებაში. ძალიან შეყვარებული იყავი გვალიაზე? გვალიას სახელი აქვს. თემურიზე. საკმაოდ. თვითონაც. ესე ზედმეტად ესთეტი ხომ არ ხარ, მხოლოდ გარეგნულად ხომ არ აფასებ ადამიანს. ვაფასებდი. აფასებდი. ბავშვობაში კი ესთეტი ვიყავი ძალიან. ეხლაც ესთეტი ვარ პრინციპში, მაგრამ ეხლა ნაკლებად მაინტერესებს საერთოდ პირადი ცხოვრება, ეხლა ძალიან გადართული ვარ შემოქმედებაზე, ძალიან გადართული ვარ მომავალზე, ჩემი შვილის და ასე შემდეგ. სიმაღლე 168 სანტიმეტრი, წონა 58 კილოგრამი. თვლის რომ მისი ჩაცმულობა მუდამ შეესაბამება სიტუაციას და გარემოს რომელშიც იმყოფება. ამიტომ მას არაფრად მიაჩნია საზოგადოების აზრი საკუთარ გემოვნებასთან დაკავშირებით. მაკიაჟის გარეშე სახლიდან არ გადის. აქსესუარებიდან განსაკუთრებით უყვარს სათვალე, სამაჯური და საყურე. თავისუფალ დროს ხან მეგობრებთან, ხან მარტოობაში ატარებს. ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, არც ალკოჰოლს ეტანება და აღარ ციგარეტს ეწევა. თვლის რომ კარგი კულინარია, თუმცა კერძებიდან მხოლოდ სალათებს ამზადებს. ბოლო ორი ქორწინება რატომღაც მინდოდა რომ ოჯახი მქონოდა, ასე თქვენ. მაგრამ არ გამოვიდა. ისინი რომ კარგად მოქცეულიყვნენ, შეიძლებოდა მათ შევგუებოდი და იქნებ შემყარებოდნენ კიდეც. მაგრამ პირიქით მოხდა, ორივეს მიმართ მქონდა დასაწყისში სიმპათიები, მაგრამ თავიანთი საქციელით და თვისებებით დამკარგეს. როგორ მოიქცნენ ცუდად, როგორ მოიქცნენ ეკა კვალიაშვილს, რას ეძახით ცუდად მოქცევას? იცი რა ეს ალბათ ყველას აინტერესებს. იცი რა, მამაკაცი. თუ არ გიყვარდა, მაშინ რატომ იყვებოდი ცოლად? ფიქრობდი რომ შეგიყვარდა. რაღა დროს სიყვარულია შენ შემოგოვლე, ხა 18 წლის რო იყო, მაშინ შეყვარებული და რაღაც 20 წლის შეყვარებული. მე რომ მაგათ გავყევი ცოლად, მე უკვე აღარ ვიყავი 18 და 20 წლის და უკვე იცი მე უნდა დამენახა უკვე ის თვისებები ხვდები, რაც მამაკაც უნდა გქონდეს ქალის მიმართ, ხო? მამაკაცი უნდა იყოს ძალიან ვაჟკაცური ქალის მიმართ, უნდა იყოს ძალიან თბილი, ძალიან რბილი, ძალიან მოსიყვარულე, ძალიან ზრუნველი. უნდა იყოს ყველანაირად აი ქალზე გადაგებული, რომ ქალმა იგრძნოს თავის თავი ყველაზე ლამაზად, ყველაზე კარგად, ყველაზე ძალიან და რა არის უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი, მაგრამ ტვინის ბურღი არ უნდა იყოს მამაკაცი არ შეიძლება. არ უნდა იყოს რაღაცა რეჟიმებში არ უნდა გაცხოვრებდეს კაცი არ შეიძლება ესეთი რაღაცა, იმიტომ რომ რა წამშიც ჩაკეტავს, მით უმეტეს ხელოვანი ადამიანის უნდა ესმოდეს ხო მამაკაც. შენ თუ ეჭიდები ამ რაღაცას, შენ იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ შენ ამას მოეჭიდო და თუ არ გაქვს მაგის და არც ერთი არ იყო ასეთი და როდის გამოავლინეს თქვა ეს რამდენი ხნის შემდეგ გამოვლინდა რომ ეს არ შეიძლება არც ერთ მამაკაცს.
რომლებიც თქვა ეკას ხელს თხოვდნენ და შენი თანა მაცხოვრებლები. რო გითხრა სიმართლე, ალბათ ყველა თავიდანვე ამჟღავნებს თავის თვისებას, მაგრამ მე რო უკვე ღრმავდება და იცი რა არის რაღაცა მომენტში ირისიკაიოცსა და რაც მამამ პეტერბურგში წაგიღო ქართულ სულთაგავს. და არასოდეს არ გაგჩენია იმის სადღაცა იცი ყვეთავენ ერთმანეთს, ყვეთავენ ეს რაღაცა თვისებები და თითქოს მოგწონს ეს ყველაფერი რაღაცა თითქოს ტენდენცია არის იმისკენ რომ უი რა კარგად არის ყველაფერი და შეიძლება სიყვარულისკენ წავიდეს, მაგრამ უცბად ისეთ რაღაცას გამოამჟღავნეს რომ სიყვარულისკენ კი არა შეიძლება სიძულვილისკენ დაეშვა თავდაღმართში და ელემენტარულად აღარ გინდოდეს აღარაფერი იმ ადამიანის. შენ ყოველთვის მართალი იყავი მათთან? თვლი რომ აი თქვათ იყავი კარგი მეუღლე, აი როგორიც თქვათ ჭირდებოდა. ყველას თავის სიმართლე აქვს ცხოვრებაში. ალბათ ისინიც თვლიან რომ მართალი იყვნენ და მე არ ვთვლი რომ ისინი მართალი იყვნენ ჩემთან რამეში. ოდნავ მაინც. აი პირველ მეუღლესთან მეგობრობა, ასე ვთქვათ, მეგობრო, ნუ რო გავიდეს დრო, თქვენ შეხვდებით ერთმანეთს, ერთი შვილი ყავთ, აი დანარჩენ ორთან თუ გქონთ, ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა. იცი რა არის? თუ რაღაც სკანდალურად დაშორდეთ ერთმანეთს, თუ ადამიანურად მეგობრებად დავრჩეთ. უბრალოდ მეორეს არც მინდა რომ შევხვდე და ალბათ არ შევხვდები 100 წლის მერეც, იმიტომ რომ ის გარდაიცვალა ამ ქვეყანას არის და არა, მეორე ხო, მესამე. აცხოვნა ღმერთმა, ძალიან კარგი ადამიანი იყო, სხვათა შორის ბევრი რამე მასწავლა იმ ადამიანმა, უბრალოდ მე ვერ შევიყვარე და მორჩა. ხო და მესამეზე საერთოდ ლაპარაკი არ მსურს. ჩათვალეთ რომ არც ყოფილა, მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. არც აშიოლა ყოფილა, ყველაფერი მე გამოვიქონე მე. ხო. და ხა თემურის რაც შეეხება, თემურისთან მე შვილი მყავს და თემურისთან დღემდე ესეთი დღემდე არა, ნუ ხა არ ვიცი სად ვიყო უბრალოდ საერთო შვილი გაგვითხოვდა და ვერ ყოველ უფრო ვუძღრა რომ ჟან-პოლ ბელმონდო შენი პრინცი იყო. მე როგორ მიყვარდა? მის სურათებს აგროვებდი და ყველა ფილმს უყურებდი. მეოთხე კლასში რო ვიყავი. სადაც ის თამაშობდა, წარმოგიდგენია რომ ნამდვილი პრინცესა იყავი მის გვერდით. მე აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ფსალმხედველობა და გემოვნება. აბა, გითხარი, როგორ შეიცვალა? ნუ როგორ შეიცვალა, აღარ მომწონდა რა. ეხლა ვინ არის შენი პრინცი? არა მყავს პრინცი საერთოდ. არა პრინცი არა. ესე იგი, იმდენი ეძებ რომ დარწმუნდი რომ ამ დედამიწაზე პრინცი არ არსებობს, ხო? ისიც 2-ია და ისიც ბრიტანეთში 3. უკაცრავ. იცი ერთადერთი შეიძლება მონაკოს პრინცს გამოვკრა ხელი დანარჩენი. დაგაგვიანდა ცოლი, ხო? არა, შოძი ჟინანის წინა მოშტა. ცხოვრობ მაგ პრინციპზე. არა, ჩემო კარგი. ცხოვრობდი. ყურადღებას ვაქცევდი მამაკაცის პიროვნულ თვისებებს. ჩემთვის მთავარი ერთგულებაა. ერთგულება ეს არის სიყვარული, პატივისცემა და ყველაფერი. ყველაფერში ერთგული უნდა იყოს. უნდა ზრუნავდეს ჩემზე. გარეგნობაც თუ კარგი აქვს, ამ ყველაფერთან ერთად შესანიშნავი იქნება, შენი სიტყვები. გარეგნობაც თუ კარგი აქვს და ხა ჯიბეც ხელი აქვს, მაგას რა ჯობია კაცო, ის თეთრი ნაშის მაგურად აი ახტით რომ მოგაკითხავს რა ჯობია. სკელი ჯიბე გირჩევნია თუ გარეგნობა? ორივე ერთად. ეხლა უკვე ორივე ერთად. ორივე ერთად ხანდახან არ არის ეგ. იცი რა არის რაღაცა, მოითხოვე და მოგეცემაო, იცი. იცი რა მითხარე? პირველი მეუღლე შენ, ერთგულებაზე რომ საუბრობ. პირველ მეუღლეს ყავდა მეუღლე, ხო ასეა, ცოლ-შვილი ყავდა, თემურ გვალიას და წამოვიდა შენთან. როგორ შეიძლება აი გიფიქრე ამაზე? ის კაცი ერთგული იყოს, თქვათ, რომელსაც მრავალჯერ შეუძლია აი ეს ნაბიჯი გადადგას. ესე ადვილად შეუძლია 2 შვილი დატოვოს, მეუღლე და წავიდეს სხვა ქალთან. შემდეგ შენს დაგტოვა. მე წამოვედი. თემურისგან. კი, მე წამოვედი და დავტოვე თემური. თემური ჩემგან იმ ზომამდე რომ შენ წასულიყავ. იმის გამო არა, რომ დავუშვათ მე მღალატობდა, არასდროს არ უღალატია ჩვენ ერთად ყოფნის პერიოდში თემურს ჩემთვის. უბრალოდ არ ქონდა სამაგისო სიტუაცია. უბრალოდ რა მომენტი იყო, იცი? პასუხისგებლობა არ ქონდა. პასუხისგებლობა საერთოდ მე ერთხელ ძალიან კარგი ფრაზა თქვა, ძალიან კარგად მახსოვს. სხედვართ და ვიღაცამ უთხრა, რომ
რაღაცა თქვა, რაღაცა მოგონილი რაღაცა ისტორია, რა თქმა უნდა, გაგვაცინდა. აუ ბიჭო, რა აფერისტი ხარო არ და არაო. მე აფერისტი არა ვარო. მე ჩაკალელი აფერისტი ვარ, თქვა. ეგეთორე გიყვარდა ეს საკალელი აფერისტი რო იყო. არ ვიცი რა მიყვარდა ყოველ შემთხვევაში. დღეს გიყვარს თვლი რომ შეიძლება თქვა ამას სიყვარული დაარქვა და არა. იცი რა არის მე რაღაცა პერიოდი როცა დავშორდი მეც მიყვარდა, მაგრამ მე დავფიქრდი კარგად და მივხვდი რა მიყვარდა. ის თემური აღარ მიყვარდა უკვე რომელსაც დავშორდი. აი ის განზომილება მიყვარდა, სადაც კარგად ვიყავი, ხვდები და აი ის განზომილება, სადაც ბედნიერად გზნობდი თავს და რომ მივხვდი რომ ის განზომილება დარჩა სხვა განზომილებაში, აი იმ დღესვე აბსოლუტურად განთავისუფლდა ჩემი გული. რომელიმე მეუღლე ხელი ჩეკხებია როდესმა? გაბედავდნენ და ნახავდნენ მერეკები. არა ჩემო საყვარელო. რას ქვია ხელი ჩემხები? ეკა კვალიაშვილი მეოთხედ გაბედნიერდა. ასეთი სტატია იყო. ამბობენ ამჯერად ეკას რჩეული მასზე 20 წლით უმცროსიაო. მათ სულ რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთი გაიცნეს, ამჟამად მეუღლესთან ერთად მოსკოვშია და ერთ-ერთ კლუბში მღერის თურმე, ქმარს მიცი პროდიუსერობაც სურს. რაღაც ახალია. ეს მეც პირველად გავიგე. არც გიკითხავს ეს სტატია? ეს როდინდელია გეხვეწები, ალბათ მოსკოვში რო ვიყავი იმ პერიოდის არა? ხო, მოსკოვში რო ვიყავი იმ პერიოდში არა მარტო ეს არ გამიგია, მე გავიგე რომ 17 წლით უმცროსიო. ой, მე მომიტევი ესე ეწერა. ხო. მე მითხეს 17 წლით უმცროსიო, ოლიგარქიო. პროდიუსერობა სურს არა, ოლიგარქი არისო, რუსიაო. მე აღმოჩნდა რომ რუსი არაო, ებრაელიაო. და ბოლო-ბოლო მე დავწერე, რომ იცით რა, მეთქი ამ ოლიგარქებს რო იმეტებთ, ჩემთვის მისამართებით მოვაყოლე და ბოლოს მივაკითხო და უთხრა, გამარჯობათ, მე თქვენ მეუღლე ვარ თქო. და დღეს არის შესაძლებელში ახალი ადამიანი, რომელსაც დაეყრდნობი და თავს დავადებ. არა. ეგეთი ნამდვილად არ არის, რომ დავეყრდნობი და თავს დავადებ. არც ისეთი, რომელსაც არ დაადებ თავს, მაგრამ გინდა რომ არავის არ დავადებ თავს, არ მინდა. არავინ არ მინდა რომ უგემოვნად არასოდეს ჩავიცვა. შენ შულს მოსწონ შენი ჩაცმულობა. ყველას მოსწონ შენი ჩაცმულობა. ხო არის ვიღაცის აზრს, როდესაც ითვალისწინებს. რატო უნდა მოეწონოს ყველას ჩემი ჩაცმულობა? მე ვერავე ყველას ჩაცმულობაში. არასოდეს არ ვაფასებ არავის ჩაცმულობას. არასოდეს არ მაინტერესებს ვის რა აცვია. ვისაც როგორ მოწონს ისე აცვია. ხო შეიძლება რომ ერთხელ და საუნდომოდ საქართველოში გამთავისუფლდეთ ამ სტერეოტიპებისგან და არ გვაინტერესებდეს ვის რა აცვია, ვინ ვისთან დადის, ვინ რომელ საათზე გავიდა სახლიდან, ვისთან ერთად შემოვიდა. აი ალა პუგაჩოვას ქონდა ძალიან კარგი სიმღერა ერთ ადამიანებო, люди, აი ესე ერქვა ამ სიმღერას. ეგ იყო ფანტასტიკური ლექსი რა ამ სიმღერაში. რო წარმოვთქვა რუსულად გაიგებს, ალბათ გაიგებს, ვინც ვერ გაიგებს, გადაუთარგმნოთ ერთმანეთს, არ არის პრობლემა. Люди, не боюсь я вам в глаза смотреть. Люди, не боюсь я люди постареть. Какое дело вам, с кем хлеб делю я пополам? Кого я темной ночью жду, с кем куда иду? Кайге абсолютно თავის თავზე ქონდა. აბა ქართულად გადათარგმნე. რატო შეიქმნა ეს სიმღერა? აბსოლუტურად მასზე შეიქმნა, იმიტომ რომ რაღაცა, ის პოპულარული ადამიანია და რუსული აზროვნება გაქვს რა ეკა. ხო, აი რაღაცა ყველაფერი რუსულად აზროვნებ და რუსულად აი შენ როგორც თქვი, თუ ჩამოვიდა იაუჟედის. რატო ვაზროვნებ რუსულად? იქნება და ცოტა ფრანგულადაც ვაზროვნებ, მაგრამ ფრანგული არ ვიცი. რამე ფრანგულად? Je ne me repose jour. ეხა საოცარ თემას უნდა შევეხო. რას? საოცარ თემას უნდა შევეხო. ირაკლი ლომაია. აურა გაწმინდეთ, საკმეული შემოიტანეთ. ირაკლი ლომაია სიტყვებია. კვალიაშვილის მეგობარი არის ის, ვისაც ბევრი ფული აქვს.
როგორც მივხვდი, მეგობრად მაშინ თვლი და როდესაც ფულიანი ვიყავი. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ უბრუნდება ეკა კვალიაშვილს ენა, როდესაც ამბობს, რომ ჩემთან არ მეგობრობდა. არაერთხელ დამიბეჭდია მისი კომენტარები, სადაც ამტკიცებს, რომ ძალიან ვუყვარვარ და კარგი პიროვნება ვარ. ნუ თუ არ ცხენია, პირდაპირ ვიტყვი ამ ქალს, მე შევართმევდი ცირკის. კვალიაშვილს არ დაუტოვებია არც ერთი კაცი თბილისში, რომელთანაც არ დაუმყარებია სექსუალური კავშირი. გველის წიწილი მყოლია უბეში და არ მცოდნიაო, წერს ირაკლი ლომაია. ირაკლი ლომაია ამას რო წერდა, ეთყობა თავზე ქონდა წაკრული ესე და ხო იცი დატირებაზე რომ ეგრელი ქალები შედია ხო მეტი ასე კიო და სტატიებში. კაი გეხვეწები რა. რატო წარმოიშვა ეს კოპი? მე გეხვეწები, არ მინდა. რომელი ფულიანი ეყავდა ან სად ნახა ჩემი ფულიანი მეგან ძალიან საქმე მაგას ჩემ მეგობრებთან საერთოდ ჩემ სამეგობრებთან. ხო, მაგრამ გეშინია ლომაკაცის. ვისი კაცი? ირაკლი ლომაია. ვაიმე ჩვენთან არის ღმერთი, როგორ უნდა მეშინოდეს ლომაიას იგეხვეწები. არა. არ მინდა ნუ მელაპარაკებით რა ძალიან ვიღაცას. დღეს თუ დაბლოკილი ვარ ხელისუფლებიდან დაახლოებული ადამიანების დამსახურება, ვის გულისხმობ? ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ხელისუფლებასთან ახლოს არის და ეკა კვალიაშვილს დღეს ბლოკავს. დღეს ხო ჩვენ ნიღბის გარეშე ვართ, ეს ნიღაბი ხო დავდეთ მაგიდაზე. და აბა უკანიკეთ. გირჩევნია ნიღბით იყო, ხო? იცი რა არის? თუ გარანტიას მომცემთ, რომ არაფერი არ დამიშავდება და მე არაფერი მამივა, ეგეთი რამე თქვი, კი ბატონო ვიტყვი. მაგის გარანტიას ვერავის ვერ მიცეთ ცხოვრებაში. და ამიტომ ჯობია რომ ამიტომ თვითონ იცოდნენ ჯობია, ვინც არის დაახლოებული ხელისუფლებასთან, კარგად ვიცით, ვინ არის დაახლოებული, კარგად ვიცით რა ხდება, ვინ საიდან სისინებს, როგორ ასაკეთებენ, ვის არ აწყობს ეკა კვალიაშვილი. არ აწყობთ ეკა კვალიაშვილის გამოჩენა, იმიტომ რომ კონცერტი სადაც ტარდება და ყველა ესენი გამოდიან, სადაც გამოდივარ მეც, იქ ფაქტებია, ნებისმიერი ჩემი ცოცხალი კონცერტები ამოიღეთ, სადაც მეც გამოდივარ, ნახეთ ლილიკო ნემსაძის საღამოები, ნახეთ ნანა ცინცაძის საღამო, ნახეთ საფილარმონიის ნებისმიერი კონცერტი. აქტიურად თქვათ ჩართული ამ პროცესში კონცერტები. არ უნდოდა, ზუსტად იმიტომ ამოიღეს. კი, მაგრამ მაშინ შენს ხელისუფლებასთან იყავი დაახლოებული. არა, რა შუაშია. ეს მანამდე იყო. ხო, მანამდე. ანუ ვიღაცები ხელისუფლება რა შეში, მაშინ ხელისუფლება არ აწყობდა კონცერტებს და ეხლა შოუ ბიზნესი ხელისუფლებას აქვს ხელში აღებული და დაახლოებული ადამიანები არიან მაგათთან ყველა ამ თანამდებობებზე. აბა მე რატო არც ერთ თანამდებობაზე არ ვარ? მე ხო პროფესიონალი ვარ. მე ხო ვარ პროფესიონალი, ხო ვარ ძალიან მაგარი მომღერალი, როგორც იძახიან, ხო ვარ რომანსების დედოფალი, მომკლავს ნანი ბრეგვაძე. არა, ხალბატონო, ნამდვილად მე არა ვარ, ნამდვილად თქვენ ხართ დედოფალი, მე არაფერს დედოფალი არა ვარ, მე უბრალოდ კარგი მომღერალი. სიყვარული მოგწამია, ჩემო იმედო, გაზაფხულო, მადლობთისაო. შენი სხივით მოფენია ზეცასნათელი. ხელისუფლებასთან შენ რო იყო ძალიან დაახლოებული, თქვათ. რამდენი მომღერალია, ვისაც შენ არ ამღერებდი? მე? აი გქონდეს უნიჭოს არავის არ ვამღერებდი. აი გქონდეს ამის, ესე იგი გამოდის უნიჭოს არავის არ ვამღერებდი. გამოდის რამდენი ადამიანი პროფესიონალს არ დაბლოკავდი არავითარ შემთხვევაში. და რამდენი იმღერებდა, რამდენი ადამიანი იმღერებდა? როგორ დაგეთვალო, ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. თითებზე ჩამოსათვლელი. 10. მაქსიმუმ. მაქსიმუმ 10 ადამიანი მღერის საქართველოში. აბა ისე მთელი საქართველო მღერის და მაშინ მოდით სულ ყველა სცენაზე. სულ ყველა. ესე არ ხდება, ესეთი რაღაცები არ ხდება. ისე თუ შენ გინდა რომ პროფესიონალურ დონეზე იყოს ყველაფერი, მაშინ იყოს მაშინ პროფესიონალები არ უნდა გააჩერო. როგორ შეიძლება პროფესიონალი გააჩერო? ან დაუშვათ რატო აჩერებ? დაუშვათ არა აქვს ის შეხედულება და მრწამსი აქვს სხვა. აქვს.
რო აჩერებ და არ ამღერებ რა მაგრამ თავიდან ხო არავინ არ არის პროფესიონალი, არა ჯერ უნდა გაიწაფო და შემდეგ ხდები ეს დროთა განმავლობაში პროფესიონალი. არა, მე ვლაპარაკობ პროფესიონალები, ვინც დახვდათ, დაუშვათ იმ ხალხს, ვინც მერე დაიბლოკა. პროფესიონალებად ხომ მოვედით და დავხვდით ამ სიტუაციაში ჩვენ, უკვე პროფესიონალებად შევხვდით, ხო? ჩვენ ხო არ ჩამოგვაყალიბა არც არტიმედმა, არც დაუშვათ დღევანდელმა ხელისუფლებამ, ჩვენ ვართ უკვე ამდენი წლებია. მე უკვე 31 წელიწადია სცენაზე ვდგავარ, ხო? აი როგორ შეაფასებდი ახლა რაც წავიკითხეთ ჩვენ, აი შენი ამონარიდები, იყო აქედან რომელიმე სიცრუე, რაც შენ არ გითქვამს და ის ეწერა, ვთქვა. არ ვიცი, არ მახსოვს. ალბათ არ იყო. ალბათ არ იყო. კი ბატონო, ეს იყო კითხვები, რომლებიც ისევ შენი თქვათ საუბრიდან გამომდინარე, რაც დაწერილა, შესდგა და დიდი მადლობა შენ ამისთვის, რომ ესე გულახდილად გვეუბნებოდი ყველაფერს და ეს ნიღაბიც მაგიდაზე დევს ფაქტია. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი 7 კითხვა. რამდენად იცნობენ ეკა კვალიაშვილს? მოდი ეს 7 კითხვა დავიკითხოთ. ადვილად შეგიძლია სხვა ადამიანებს მიბაძო? საერთოდ არავის არ ვბაძო. არასოდეს არავის არ ვბაძო. ნუ სიტუაცია სჭირდება ადვილად, იმიტომ რომ არტისტია და ეს ეხერხება. რამდენადაც მახსოვს, ეგეთი რაღაცა არასოდეს არ ყოფილა, რომ ეკას მიებაძოს ვინმესთვის. ყურადღების მისაქცევად შეგიძლია თუ არა სისულელეები აკეთო? არა. აი გქონდეს რაღაც ესეთი სტატუსი. არა. იცი, ცეღანაც გითხარი, კინაღამ ბამბა მოვიტანე და აჩხრი. ისედაც ჩხრიალებს ჩემი ბამბა და ხა სისულელეები რაღაცო ვაკეთო. არა, ეგ იმიჯი ნამდვილად არ მჭირდება. შეიძლება ეკამ გააკეთოს ცუდი, მისთვის, ანუ ცუდი რისკზე წავიდეს, მაგრამ მან ეს არაჩვეულებრივად იცის, რომ ეს არის ცუდი. სჭირდება, იმიტომ რომ ყველა ვარსკვლავს სჭირდება ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეგიძლია თუ არა ადამიანებს აფიქრებინო, რომ შენი განცდები ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე სინამდვილეში. არ მიყვარს მე თამაში. არ მიყვარს თამაში. ესეთ რაღაცას არ აკეთებს საერთოდ და არ იზავს. სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობისას განსხვავებულად იქცევი? ყველა ადამიანთან. რა თქმა უნდა, ხა ინდივიდუალური მიდგომა ჭირდება ადამიანებს, მაგრამ ძირითადად მაინც მე ვარ. შეგიძლია თუ არა ბოლომდე დაიცვა შენი შეხედულებები, მაშინაც კი თუ მათ სისწორეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ. რა ვიცი. ველა ადამიანთან აქვს თავისებური გრძნობა, თავისებური მიდგომა და ასე შემდეგ. ხა ჩემთან როა დედა და ჩემი დაქალი როა, ხა შეიძლება უცხო წრეში მოხდეს და იქ უნდა მოიქცეს ცოტა სხვანაირად, დახვეწილად ასე ვთქვათ. როდესაც ადამიანისგან რაიმეს მიიღებ, ისე იქცევი, როგორც მას ესიამოვნება? აი ვთქვათ, ფული გადაგიხადე. და რაში? ისე იმღერებ, როგორც მე გეტყვი და ისე მოიქცევი, როგორც არავითარ შემთხვევაში. ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას ესიამოვნება და როგორც საზოგადოებას ესიამოვნება. საერთოდ ადამიანებისგან მას არასდროს არ უნდა არაფერი მიიღება. თავყრილობების დროს ხშირად ხვდები ყურადღების ცენტრში? სულ ყურადღების ცენტრში ვარ თავყრილობების დროს, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ ცნობილი ადამიანი და მადლობა ღმერთს აღიარებული, მადლობა ხალხს. და იცი პატარა ფაქტი მინდა მოგიყვე, ერთი ძალიან სასაცილო. კოსტაბაზე დავარბოდი დილაობით და ერთ დილას გადავეწყვიტე, რომ ძუნძული ცირბილი მინდა, რომ ეს ძუნძული უნდა ვირბინო, მაგრამ ეხლა ხო ყველა მცნობს ავდივარ და ეს მოძუნძულე ეკა კვალიაშვილი არ მინდა, უბრალოდ ყველამ დაინახოს და ჩავიცვისდი სპეციალური სავარჯიშო კურტკა ზევიდან, რომელსაც ესეთი მაღალი საყელო აქვს. ვეტრავიკებს უწოდებენ. კაპიშონი. კაპიშონით არა, უკაპიშონოთ ესეთი აი ეს არის მეიკა აქამდე, სათვალე, კეპი თავზე, ესეთივე თავისივე რაღაც ბუთქუნა შარვალი, ესე მოფარებული და დავრბივარ და მგონია რომ არ ჩანვარ და ვიღაცა ხალი დავწამეწებ ხარზე მომარტყელი და დილიდან თქვენ სიმღერა მაქვს აკვიატებული და ისე ძუნძულებს და
შევხვდი რომელი ქალბატონო მეთქი ღარიბი და მოწყენილი ვის რა თუ უნდა და გამიარდა დილიდან მოიყვია და არ გესჯოდ ვერ დავიმალე იცი აი მართლა გულით მინდოდა რომ რაღაც ვერ წარმომედგინა რომ მიცნობდა მეთი იქცევს და ჩაცმულობით მოხიბლელობით რა ჩემი აზრით ასე კარგად გამოდის რა პატივსცემ როგორც ქართული სიმღერების ერთ-ერთი დღევანდელ ცხოვრებაში კარგად შემსრულებელი მაგით მიიქცევს ყურადღებას ჩემს 10 ბალიანი სისტემით შენს გულახდილობას დღევანდელ გადაცემაში როგორ შეაფასებთ? 10 ბალიანი სისტემით ჩემს გულახდილობას დღევანდელ გადაცემაში შევაფასებდი 9-ით პლუსი. 9-ით პლუსი. ნუ მაინც დაგვრჩა ესე იგი რაღაცა ის ნიღაბი რო გაიკეთე ის 9% ალბათ იმის იყო ხო? აბა ქალირის ქალია თუ პატარა საიდუმლო არ დატოვა რაღაცაში. ეკა უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ჩემთან მოგბრძანდი, სტუმრად და ჩემს მენიუს გაიცანი. მე ჩემს მიმს მინდა ვთხოვო საჩუქარი შენთვის, ეს არის წითელი ღვინო 18 პლუსის. კარგია. მისთვის თუ შეიძლება თქვენ და ასევე ჩვენს სრულიად გადაცემას ხატავდა მხატვარი კემო, არაჩვეულებრივი მხატვარი. რომელიც გადმოგცემს თავის შემოქმედებას. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ გთხოვთ გამოვართოთ ნახატი, რომელსაც მივაწოდებთ ეკას. ეს ის არის ხო რითიც მომისყიდე რო ეს ჩამეცო? არა, მე შენ ფული გადაგიხადე. მე შეიძლება. ეს მე ვარ. ეს არა, მე ვიცი ეს რითი მგავს. აპარიტი. მოიცადე. აი, შეხედე დაწი. აი ამითი. ეს არის ჩვეულებრივი საჩუქარი ჩვენგან. ჩვენ კი ჩვენი გადაცემის მიწურულს, ასე ვთქვათ, დასასრულს დავიმშვიდობთ მაყურებელს. ისევ ავიფარო, ხო? ნიღაბი, ხო? დროს ჩვენი სატარებელი ნიღაბია ცხოვრებაში. და დიდი მადლობა იმისათვის, რომ 18+ უყურეთ და ჩვენ ერთი კვირით გავშვიდობთ.